რა არის ეს ქალები რომ შეთხართ ამ ლიტრიან მოტოებზე და რა ვერც იყენებთ და რადგან გადააგდეთ ლიტრიანი მოტო რა მეცოდა მოტო თქვენ ხელში რა ნელა დაიხარ ძმაო თქვენ უნდა გყავდეთ მოტოციკლეტი და მე არ უნდა მყავდეს მოტოციკლეტი ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა იმისი რომ ახლა არ მჯდარიყავი ამ მოტოზე ეს ვიდეო არ ჩამეწერა მჯდარიყავი სახლში წავსულიყავი სამსახურში და უკან მეცხოვრა ისე როგორც ყოველი მეორე ცხოვრობს მაგრამ მეგობრებო ჩვენ აქ ვარ და სულ ვიქნებ და ცხოვრება მაგარია ზეი შევიკრიბეთ America, Rumineti, და საქართველო. Go to New Hope and then we'll come down this road. ახლა მანდ New Hope-ში. დღეს უნდა ყოფილიყავით group ride-ში, მაგრამ ხალხი არ მოგვეწონა და დავწყვიტეთ გამოვყოფოდით ხალხს და სამი კაცი ვართ, მაგრამ ხარისხიანი. მოტოს მოხსენით ყველანაირი შეზღუდვა. პირველი სერვისი ჩატარდა 750 მილამდე და ეს სერვისი იყო უფასო. ასევე მოტო გამიპრიალეს და გამირეცხეს. მოტო აღარ არის შეზღუდული 8000 RPM-მდე და შეგვიძლია გამოიყენოთ მისი სრული პოტენციალი. თუმცა რა თქმა უნდა მაგას ვერ გავაკეთებთ ქალაქში. ძირითადად ამ მოტოს ტარებამ სიამოვნებას მოსახვეებში რა ისეთ გემრიელია ხალხთან მოსახვეებში რა ისო გინდა იწვე იქ რა როცა რეის მოდში ჩავაგდო არ შეიძლება თუ ერთად უნდა ვიყოთ უიმე რა ძალიან ჩამოგჩა რა ძალიან ჩავაჭირე თურმე Okay. დაუცი ავადავიას, იმიტომ რომ მეც გავიარე პერიოდი, როცა გაზების მიცემა არ შეიძლებოდა მოტოზე დასახმარისების პერიოდში რა. ხო და დაველოდები, იმიტომ რომ ვიცი რასაც გძნობს. ახლა ისეთ ფამიდა და კიდე იცით რომ ამერიკაში, როდესაც მაგისტრალზე გადაადგილდები, სულ სწორი გზებია რა, მაგალითად სახაზავით რომ სწორი ხაზი გავლა, სულ ეგეთი გზებია მაგისტრალზე, ამიტომ სანმე სპეციალურად მოტო თუ არ წაიყვანე მოსახვევებისთვის. აქ მარჯნიშნავს რომ პატრულია წინ. ანუ მე უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ასე ჩაჭერა სწორზე აღარ ვისწორდები. უფრო მოსახვევები ტრეკი, ეს არის ჩემი ამჟამინდელი ინტერესი. როდესაც გადააჭარბებ რაღაცა კრიმინალურ ზღვარს, უკვე აი თქვა 30-ით თუ გადასცდები, შენს მოტოს საერთოდ წაგართმევენ და ციხეში ვიდიხარ რა. ხო და ამიტომ ვცდილობთ რომ მაინც არ ვიგაზავოთ, მაგრამ ხანდახან მაინც გაზავოთ რა. ანონდებით გადავამიყვანია მოტო ქეშით ვიყიდე და ახლა მხოლოდ დაზღვევას ვიხდი და თუ გსურთ რომ აი თქვა სრული პაკეტი გავუკეთოთ ხო დაზღვევის რაც ასევე გიფარავთ ვანდალიზმს ქურდოვას და ასე შემდეგ ეგ ჯდება $350 და თუ უბრალოდ basic insurance გინდათ რომელიც მხოლოდ ფაქტობრივად ეს basic insurance $40 არაფერს არ ფარავს რა ეს უბრალოდ პატრონმა რო გაგაჩეროს და აჩვენო რომ ინშურენსი გაქვს ხოლო თუ ისევ და ისევ გამოგყავს განვადებით მოტო მაშინ ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ უნდა გადაიხადოთ დაზღვევის სრულ პაკეტში $1000 თვეში მე საუბარია თვეზე და პლუს ზევიდან მოტოს განვადება ანუ მოტო გიჩდება ასე შემთხვევაში როცა ქეშით არ ყიდულობ სადღაც $1500
ხო, როდესაც ემიგრანტი ხარ, არ გაქვს ისტორია დაზღვევასთან, ხო? ანუ დაზღვევა რატო უნდა გენდოს მაგალითად, ხო? კარგი მძღოლი ხარ, არ ხარ. თუ მაგალითად შტატებში დაიბადე მაგალითად და 10 წლიანი გამოცდილება გაქვს დაზღვევასთან ურთიერთობის, მაშინ დაზღვევა შედარებით ნაკლევია. მაგრამ თუ ჩემსავით ახლა ჩამოსული ადამიანი დაზღვევა არ ენდობა და შესაბამისად უფრო ძვირია ხოლმე. That's true. Მაგას რუმინეთს დაიძრა. ხოდა რას ვამბობდი, რა დავავიწყე, რასაც ვამბობდი, მაგრამ მოტო კარგია და ასწორებს. და ერთ სული მაგ ტრეკზე როდის მივალ და ჩავიცმევ სრულ ეკიპირებას და დავლაშქრავ აპექსებს და ვივარჯიშებ და რა ვიცი აქამდე მოვედით ხო ხედავ სამდე მოვედით და ეხა იქამდეც მივალ რომ ჯილდოები ავიღო მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნება ადვილი მისია და მჭირდება 1-2 წელი თუ არა 3 მაგრამ ვიცი რა არის ცხოვრება გრძელდება ახალგაზრდა ვარ და რატომაც არა დრო მაქვს იმისთვის რომ გავხდე რეისერი ნუ იცი რა პროფესიონალი რეისერი ალბათ ვეღარასდროს გავხდე იმიტომ რომ პატარა ბავშვობიდან უნდა დავიწყო რა მაგრამ სადაც საშუალო რეისერი ჩემი აზრით გამოვა ჩემგან იმიტომ რომ ვნებიანად უყურებ ამ ყველა ამისი wheelbase ანუ იმებში აი პატრული ვიძია wheelbase ამოტოსი არის ძალიან შორიშორი ანუ საბურავებს შორის დაშორება მით უმეტეს გამოვჭექი სტრიტიდან GSX-S 1000-დან გამოვჭექი და მომიწია შეჩვევა რა და ესეთ მჭიდრო მოსახვევებში რა ვიცი მაგრამ ეს მოტო ხო არ არის ჩიმხანისთვის რა უნდა დააწვეწახვიდე ძალიან ცხელა სავარშო ამინდია გუნა არ კეთდება ვა რა მაგარი დოჯია მწვანე საუ ძმაო ძმაო არა საუ ქალო აი ეგრე აბარა ქალები ესათა სერერზე და მწვანე დოჯზე აბარა $3,150 დაგუჩდა Aero competition-ის სრული გამშვები და ველოდებით ჩამოსვლას ერთი სული მაქვს რომ ეს მაცივარის ხმა მოვაშორო რა შეეხება ჯდომის პოლიციას ძალიან სპორტულია და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ მთელი ზამთარი არ ვატარებდი მოტოს და სტრიტიდან გადმოჯდომა მომიწია რა ის რა ქვია შესაბამისად ასე თქვა კრევეტის პოზიცია რომ მივიღე ისევ წელის ტკივილები მაწუხავდა პირველი 2 კვირა თუმცა ახლა უკვე შევეჩვიე და საბოლოოდ კრევეტი გავხდი შეეხება რაზე ვსაუბრობ მოტოს შენახვაზე და ახაც ეს მოვედები და მე გადაუხვევ ხოლმე მთავარი იმიდან რა ქვია ტოპიკიდან თავიდან ამ მოტოს ტარება ძალიან გამჭირდა რა რთული მომეჩვენა და დიდი მე ვარ დაახლოებით მეტრა და 60-მდე ცოტა წავამატებ ხა მეტრა 60-მდე ვარ სიმაღლეში რა ხო და თავიდან გავიჭირდა ძალიან ამ მოტოზე შეჩვევა და დღემდე მიჭირს აი გაგორება გამოგორება მძიმეა და მაღალია და მოკლედ ვეჭიდავები რა მაგრამ როცა დაჯდები უკვე მაგისტრალზე და გაშლი ფრთებს საკმაოდ სასიამოვნო და მსუბუქია და დრაკონით მიფრინა ასევე შევკვეთე რიზიომა სარკე იმიტომ რომ ეს რა არის რაღაცა სუზუკის სარკე აქვს რა ახლა სუზუკი მყავდა და არ მინდა დავაკნინო მაგრამ ეს რა არის რა რაღაცა 25000 მოტოში ცოტა რაღაცა წესიერი სარკეები მაგრამ იციან მაინც რომ ჩახსნი რა და სარკე რაში გჭირდება იდეაში ტრეკზე და აღარ აყოლებენ ასე ვთქვათ რაღაცა დიზაინის მომცემ სარკეს როგორც არის რიზომა მაგრამ რიზომა გზაშია და ჩვენს პატარა დრაკონს მალე რქები ექნება და ძალიან მაგარია ყველაფერი ასწორებს მაგარია მინდია და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვკატავთ აგერ რუმინეთი აგერ ამერიკა აგერ საქართველო კავასაკი ჰონდა BMW წინ Toyota აგერ გვერდზე ჰატმორო რავი რა ჩემი ფეხებია მაგრამ anyway life goes on everything is good we are alive we are riding და გაიცხორო პატრულიო და პატრული მაგრამ პატრულზე გეტყვით რაღაცას რა ყველა Ford-ი უნდა გეგონოს პოლიცია
ანუ იდეაში ხანახან თეთრი მანქანით არიან, ხანახან არიან შავით, ვერცხლისფერით, მაგრამ მან დაერთავდება მეგობრებო, აი ესეც პოლიცია შეიძლება იყოს, აი ისიც პოლიცია შეიძლება იყოს რა და ესე მოგეპარო სპეციალურად. პოლიციას უნდა ელოდო გზებზე და ცოტა შემაწუხებელია რა, იმიტომ რომ იცი ახლა რომ პოლიცია გადაადგილდება ამ კონკრეტული მანქანით და ხარ მზად, ხო, რომ გზაში რომ შეხვდება შავი ფორდი, ეგ უეჭველი პოლიცია, მაგრამ აი ესეც პოლიცია შეიძლება იყოს და ნებისმიერი აი რასაც ხედავთ რა, ცოტა შემაწუხებელია ამ მხრივ. არავის არ იცი, ანუ ლატარია რა, პოლიცია თუ არ არის და ამიტომ ვერ ვიდებით რაღაცა სიგიჟეების გაკეთებას და ვერ ვითვლენ რომ ტრეკზე წავიღო ეს ჩემი ადრენალინის ჟიმი. და ანუ მარტო პოლიციის გამო არა, რა თქმა უნდა უსაფრთხოების მხრივად შობია რომ ტრეკზე იგაზაო ვიდრე ქალაქში რა. ხო და რას ვამბობდი რომ ახალი დუკატი პანიგალე V4 საშინელებაა ჩემი აზრით, ეს რა უქნეს პანიგალეს, ანუ რა ისი ახალი რო გამოვიდა ახალი სერიის პანიგალე, ძველი პანიგალეები გაძვირდა, ანუ უარესად აეწია ფასი, იმიტომ რომ ხალხმა იცოდა რომ ვიზუალის გამო ძალიან ბევრი ახალ პანიგალეს არ იყიდა და მაინც ოთხკუთხედ ფარებიანზე შეჯერდებოდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგაზე უკეთესი დიზაინი V4-ის არ არსებობს რა, ხო და ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარიც მეთანხმება, რომ ახალი V4-ი არის საშინელება ვიზუალურად და არანაირად არ ჯობია წინა თაობას. თუმცა, ანუ რაც მგონია მე რატომაც გააკეთეს ეგრე, რომ სრულიად პერფორმანსზე გადავიდნენ და ამ პერფორმანსზე ორიენტაციამ, აეროდინამიკამ და სისწრაფემ და ასე შემდეგ დიზაინს მისცა ეს ცვლილება მოკლედ. პოლიცია, ღმერთო ჩემო. ხო, ანუ რა შეეხება ხარჯებში, რა არა მხოლოდ ხარჯებით გიჯდებათ მოტოძვირი ამერიკაში ასე ვთქვათ, არამედ პოლიციის მხრივაც შეიძლება მართვის მოწყობა დაგიჯდეთ მეგობრებო, ამიტომ მარტო ფინანსები არა. და ანუ ყველაზე ცუდი რა არის, თქვენ მოგივიდა ინციდენტი გზაზე, ხო? არის ეს მანქანაზე არის თუ მოტოციკლზე რა. მერე დაზღვევა ისე გიძვირდება, იმიტომ რომ ისტორიაში ჩაგეწერა, ასე ვთქვათ, რომ ცუდი მძღოლი ხარ, დაზღვევა აღარ გენდობა და თუ იყო შენ დაზღვევა 200, ეხლა შეიძლება 400 გახდეს თვეში რა, პირობითად ვამბობ. და ამიტომ პატრული რო დავინახეთ, ეხლა რაღაც ბაჭიებივით მივდივართ 30 MPH-ით რა მაგარია. რა სამო? რა გაზი არ ვიცი. არ ვიცის მეტი, 40 მეტი არ ვიცი. მე მგონი ჩამოგშორდა პატრული. ჯორის, აგერ მოცარტი უკრავს ახლა ჩემს ყურში და უცბად ახლა გადავრთავ და რამშტაინი იქნება ახლა. და ახლა ჩაი არ პრიუსმა რა და ქართველებმა ვიცით რა პრიუსზე ზის მარტო ქართველობა აქვს რა, ძირითად შემთხვევაში 80% თუ პრიუსზე დაინახოთ ადამიანს, ეგ არის ქართველი და სულ ესალმები ხოლმე. ემელა სტიპი არის, ალპაისტარი შაკეტი, შორის ჩავხუტი, მაგარი რეისინგ ხელთათმები და უცბად სულელები. არ განსაჯო და არ განგსჯიანო რა. არა ხო, ანუ რა პონტია რა, დაუცინეთ ადამიანს. დავუცინეთ ადამიანს რა პონტია, მაგრამ ჰენდაზე წვეტასებიც რა პონტია. უკაცრავად არის, ორივე მხრივ რა პონტია, ბარი-ბარში. უკაცრავად, თქვენთან რძე რა ხირს. რა უშმური კამანა იყო ის, რა არის, არც გამარჯობა იციან არაფერი. მაზარი არ იცი, მაგრამ ჩვენ გვჭირდებით რა. არ გჭირდებით და არ ჩვენ გვჭირდებით. ხურა ეგე. ბევრი რაღაც რა გასაკეთებელი ხალხი ამერიკაში ხო მოვე, ეგ მოვე. რა დაიკი ვიყიდეთ მეგობრებო, რა ხო ვიყიდეთ. ახლა შემდეგი გოული არის რომ ტრეკზე ძალიან ბევრი მეტრები უნდა ავიღოთ, რამდენიმე ცენტრში, აბა დევა ვიდეო რა და ლაპარაკი დავიღალე, მაგრამ თუ გსურთ კიდევ
არხის ყურება, ეხლა რა მუსიკასაც უსმენ, მაგას გავუშვებ რა პლეილისტზე და შეგიძლიათ იმას ქნათ, გააგრძელოთ ყურება. To the lost highway.